კუკარაჩა ჩვენი მილიციის უბნის რწმუნებული იყო. კაცი მეტად უცნაური, სამართლის გამგები გაჭირვებული სქომაგით და საყვარელი. უბანში ვინმესათვის რწყილს რომ ეკბინა, კუკარაჩა შესშივლებდა. სხვა უფრო დიდი საქმე ხომ კუკარაჩოთ ვერ გადაწყდებოდა. ვიმზადებით ბატონო თქვენ. და რა გნებავთ? მე ქალბატონო ანიკო. მე ქალბატონო ანიკო საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლავართ. ზედმეტ სახელად კუკარაჩას ვეძახიან. კარგად შეურქმევიეთ. შეგიძლიათ დღეიდე თქვენს დამიძახოთ. დიდი მადლობა. მაგრამ არ ამგონია მარტო მაგის შესაწყობინებლად იყოთ მოსული. დიახ. დედა! გამარჯობა. მე ქალბატონო ანიკო უბანში ახლა დამკვიდრებული მოზარდების აღრიცხვას ვაწარმოებ. რადგანაც მათი სახლგარეთ თუ შეიძლება მომაწოდეთ. ინებეთ. გძანეთ. რადგან მათი სახლგარეთ აღზრდა და მეთვალყურეობა მევალება. ბატონო კუკარაჩა, მისამართი ხომ არ შეგეშალათ? არ აბრძანებთ ქალბატონო ანიკო. ნიკომარის ქუჩა ნომერი 1, სადარბაზო 2, სართული მე-4, ბინა 8, ვლადიმერ ივანეძე გურიელი. ხომ არ მეშლება? გეშლებათ ამხანაგო კუკარაჩა. ჩემი მეუღლე ვლადიმერი ბაღდადის რაიკომის პირველი მდივანი გახლავთ. ჩემს ოჯახს მილიციასთან არაფერი აქვს საერთო. მეს ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ასე რომ ჩემი შვილის აღზრდაში თქვენი დახმარება არ მჭირდება. მაგას ნუ იტყვით ქალბატონო ანიკო. მე ვიცი, რასაც ვამბობ. ჩემი შვილი ჯერ 12 წლისაც არ არის. ასე რომ მილიციაში აღრიცხვაზე ასაყვანი არაფერი სჭირს. მაგას ნუ იტყვით ქალბატონო ანიკო. რას დაგიჩემებიათ ეს მაგას ნუ იტყვი, მაგას ნუ იტყვი. ძალიან გთხოვთ. ჩემს ოჯახში ამ საკითხზე მოსული მეორედ არ დაგინახოთ. ღმერთმა ხნას ჩემი თავი მეტი აღარასოდეს აღარ დაგაჭიროთ. ისე თქვენი ბიჭის ტოლი რომ ვიყავე. ჩუმჩუმად პაპიროსაც ვეწეოდი. ყომარის თამაშას მასწავლიდნენ უბნის ბიჭები და სვირინგიც გამიკეთეს. აი, ნუ სტუხდებით? ისედაც გეტყობათ. მე საჩხურად არ მოსვლარ და რატომ კადრებთ მაგას? შვიდობით. ნახვამდის. რა ქვია? თამაზი. ხელს თუ არ მომჭა მადლობელი ვიქნები. აქეთ მომხედე ქალიშვილი. რა გნებავთ? მარტო ხართ? არა. გამგეცაკ არის და მთავარი პროვიზორიც. ორ თავეს დაუცახე. თუ მზაწამალი გნებავთ, მითხარით და მე მოგცემ. თუ არა და რეცეპტი დამიტოვეთ. შაბაშ. ეხლა მიდი გამგესაც დაუძახე და მთავარ პროვიზორსაც. სად მომყვებით? გაგაცილა. სად არის?
წასულან. მაგას რა ჟობია? ეხლა გამგეჩენა ხარ და თავარი პროვიზორიც. მითხარით რა გნებავთ? იცი შენ რაც მინდა. სეიფშია ჩაკეტილი. ხოლამდე მოიწმინეთ გამგე მე მოვა და ხვალდაზე გარვიცი ქალიშვილა. ან დღეს, ან არასოდეს. დავრეკავ და ვკითხავ. მოგეშინი. ოპერაცია დამთავრებულია. შეგიძლიათ მშვიდად იცინოთ. კოცნით თქვენს ნაფეხურებს. სხვათა შორის მე თქვენ გიცნობთ. ინგა ქვიათ. ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ 127 ნომერში. დღეიდან შენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია. ჩემი შემწუხებელი კი ყველავერი სასაფლაოზე წევს. არის სამქვეყნად ვერ ხვიდა სვია. არის სამქვეყნად სიკვდილი ქალით. ამ რევოლვერში არის 8 ტყვია. ერთს გაიმეტებთ, მეგთხოვთ, მომკალით. არ გაინძრე ეგ რეიჯექი. ხელში პატარა ბავშვი რო გეჭიროს, ღვთისმშობელი ხარ ნამდვილი. ინგასათვის მურტალოს სიყვარული არ აუხსნია. ერთი წელი ზამთარ ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელით თითო კალა და წითელ ვარდებს უგზავნიდა ქობულეთის აღმართზე. ყველა თვის ბოლოს ვიღაც ქოსა უცნობი მამაკაცი მოდიოდა და 1000 მანეთს უდოვებდა. კალვადანა მურდალო ვალი მოგართვა დაგვიანებისათვის ბოდის გიხდით. იმპულს რას უშვები? კაპიკი არ მომიგლია, ვინახავ. 12000 მანეთი. 12000 მანეთი ძალიან დიდი ფულია. რა უნდა ვქნა? უნდა დახარჯო. მაგას არ გეკითხებით. საერთოდ რა ვქნა? აკი გითხარი, ძალიან ძნელი საქმე მოქსვლია. სატანა შეყვარებოდი ისასჯობდა. ეგ მომკითხე. ხოდა გეკითხებით. მე რას მეკითხები? ბარდივით გოგო ხარ. ვიდრე ცოცხალია ისე დაგაჭკნობს, სხვა კაცი შენ სურნელს ვერ გაიგებს.
მას ქვეყნად სამართალი არ არსებობს? არც მილიცია, არც მთავრობა, არც ხალხი, არც ციხე? ციხე მაგათი სახლია. დანარჩენი კი მაგათთვის არ არსებობს. ეგ არის შენი ბოლო სიტყვა. ეგ არის. მას საშველი არ არის? არა. ვიდრე თვითონ არ დაგანებებს თავს. ეგ როდის მოხდება? ვინიცის? სხვა საშველი არ არის? არის. რა? უნდა მოკვდეს. ვინ? ერთ-ერთი თქვენგანი. რომ დავაჭერინო? იშავებს რამეს. არა, ჯერ არაფერს. აბა თუ არაფერს არ გიშავებს. შედალოცვილო. სიყვარულისათვის რომ ხალხს იჭერდნენ, მთელი დუნია ციხეში იქნებოდა. შემახვედრე მაინც. თვითონ მოვა. ვიდრე მოვა, ჯერ მე თვითონ უნდა ვნახო. მაშინ ნახალ უკვე კოლასთან მიდი. ის გასწავლის, როგორ მოიქცა. მურტალო? დიახ. აბა რას ბრძანებთ ქალბატონო? მურტალო ძალიან კეთილშობილი და პროგრესული ახალგაზრდა. მაგას არ გეკითხებით ბატონო კოლა, სად შეიძლება ვნახო? აბა მე რა ვიცი ქალბატონო. მაგისი მისამართი საბჭოთა კავშირია. მშვიდობით. გარაცანდებდეთ ქალბატონო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მოგძანდით ღია. გამარჯობათ. გამარჯობათ. შეიძლება ქალბატონო ანიკო. მოგძანდით. რაზე შეწუხებულ ხართ ბატონო გუგარაჩა? ან ეს ბამბუკი რას ნიშნავს? ახლა მოგახსენებთ ქალბატონო ანიკო. ეს საქართველოს ССР სამართლის კოდექსი გახლავთ. ეს კი ჩვეულებრივი ანგესი. რა აქვს საერთო ჩემს ოჯახთან ან ერთს ან მეორეს? ანგესით ქალბატონო ანიკო მოგეხსენება თევსიჭერე. სისხლის სამართლის კოდექსით კი ადამიანებს. რა კარგებით მელაპარაკებით? პირდაპირ მითხარით რა გნებავთ? ქმედობა ჩადენილი ფეთქებადიან მომწამლელი, ვიმეორებ მომწამლელი ნივთიერებების გამოყენებით, ან საყოველთაო საშიში, ვიმეორებ საშიში საშუალებებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3, ვიმეორებ 3 წლამდე. მთელი მოპოვებულისა და საფარი იარაღის კონფისკაციით. რა ვქნა ახლა მე? თევზის კონფისკაციას ვეღარ მოვასწრებ, იმიტომ რომ ზეთიან ტუჩებს გატყობ შეჭმულიგებს. ნიგზის შეფები კი სახეზე ჭორფლებები გაყრია. ბატონო გუგარაჩა. იმედია ამ თევზის კონფისკაციის შემდეგ სახლს დაავეჯს არ აგვიწერთ. რაც შეეხება ნიგოს დარჩეულს მოგართმევთ. მართალი გითხრათ არ მეგონა საბჭოთა კავშირში ლიფსიტების ჭერა თუ აკრძალული იყო. როგორ გეკადრებათ ქალბატონო ანიკო? თევზის ჭერა აკრძალულია მხოლოდ ფეთქებადი და მომწამლელი ნივთიერებებით. ანკესით კი რამდენიც გნებავთ? თქვენ რითი დაიჭირეთ? დანაყული ნიგზის ნაჭით ქალბატონო ანიკო. მართალია რასაც ბატონი გუგარაჩა ამბობს. ხშსაცაკელო. კონწყდი თავიდან. იქ არ ვიყავი? ქიყავი? დიახ. მერე იქ თუ იყავი შედალოცილო, რაღა აქ მოდიხარ და მიკითხავ ამ სახარებას. მაპატიეთ ქალბატონო ანიკო.
გამოჩნდი. მოხვედი. გილოცავ დაბადების დღეს საქართველოს დიასახლისო. ყოველად წმინდა ღვთისმშობელი მარიამი იყო შენი მფარველი. როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? კარები ღია დარჩენია. მაშ დაკეტილი რატომ დამხვდა? არ ვიცი ღმერთმანი. მე მოვედი, თქვი სიმსიმ გაიღე და კარებიც გაიღო. მაშ ეხლაც იგივე თქვი და წადი. რა გინდა ჩემგან? არაფერი? არაფერი? კაც რომლის სახელი და გვარი არ ვიცი. არ ვიცი მისი პროფესია. არ ვიცი ასავალ-დასავალი. კაც რომელიც ყოველ თვე ვიღაცის ხელით 1000 მანეთს მიგზავნის. კაც რომელმაც ჩამოაცილა უბანში ყველა ვაჟი. და საიჭრო გახადა ჩემი პატიოსნება და ქალობა არაფერი არ უნდა ჩემგან. თქვი ვინახარ და რა გინდა ჩემგან? მე შენთვის არაფერი არ მithხოვი. მე მით უმეტეს. აიღე და წადი. ვარდები დამებრუნე თუ შეგიძლია. როგორ? როგორც გინდა. ხოლმე დაგიბრუნებ. იცოდე, 365 კალათი უნდა იყოს. ყველა წითელი, დარჩეული, არც ერთი თეთრი. მე შენთვის ვარდები არ მithოვია. ვარდები დაჭკნა, მოკვდა. ფული აქ არის, ხელი არ მიხლი, აიღე და წადი. ეს ფული მკვდარია. ქაღალდისაა. ვარდები კი ცოცხალი იყო. მე შენი ქარაგმები არ მესმის, აიღე ფული და წადი. ერთი ჭიქაღვი მოდალი. დამლოცე და წავალ. შენზე ამბობენ კვლელი, ქურდი და არამზადა ხარ. ამბობენ. ხარ თუ არა? მე თავისუფალი კაცი ვარ. ვაკეთებ რაც მინდა, როგორც მინდა და როდესაც მინდა. რამდენი წლისა ხარ? 30-ის? რატომ ეშინია შენი ყველას? ალბათ იმიტომ რომ მე არ მეშინია არავის. იმ ღამეს სეიფი რომ არ გამეხსნა. რას მიზანდი? მოკლავდი. ახლა? ახლა რომ გამოგდო თავს მოვიკლავ. მე? შენ ვიხარ. სწორი. მაშინებ. არა შენზე სპიცავ. სწორი. თუ გინდა შენ მომკალი. იცი რომ კვლელი არა ვარ და იმიტომ ხარ დიდგულზე. გეშინია. არაფერს გეტყვია. ჩემი მოკლისათვის შეიძლება ორდენიც კი მოგცე. დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. პირიქით. რასაც გეუბნები სულ პირიქითა. ეხლა ვიადექი და წადი ჩემი სახლიდან. გეყოფა ეგ მასხარაობა. სიცოცხლეს უფრო ადვილად დავტოვებ ვიდრე შენ. ვიკივლებ.
ვიკივლები და მეზობლები შემოცივდებიან. რამდენი მეზობელი ყავს? 20. ხო და 20 მკვდარს გაიტანენ აქედან. ბევრი კაცი ყავს მოკლული? ყველა კაცი თვითონ იკლავს თავს. მე შენი ქურდული ფილოსოფია არ მაინტერესებს, ეხლავე ადიქი და გაეთრიე ჩემი სახლიდან. ტყუილად ცდილობ ინგა ჩემ გაგდებას. მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია, ღმერთმა მაჩუქა. ხვალვე განაცხადებ მილიციაში. როგორ შემეშინდა? მართლა არაფერს არ გეშინია ამ ქვეყანაზე? ერთი რამის მეშინოდა. მეშინოდა იმისი, რომ უსიყვარულოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან. ახლა ამისიც აღარ მეშინია. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ამ ქვეყანაზე და რაღა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები. გამიშვი. სალახან აღარ შენდა არამზადა. ეხლავე გამიშვი. წათი ჩემი სახლიდან სახელს ნუ მიტეხ, აქ ჩემს გარდა სხვები ცხოვრობენ. გამიშვი. ხალხი ბრბოა. ხვალ მოვა. შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს და მაგდალინელივი წმინდანად გამოგიცხად. აუ ბიჭო, კუკარაჩამ რო გაგვიგოს ახლა რას გვიზავს? მოკლავს ბიჭო. საიდან გაიგებს ერთი? მიდი მოყევი, როგორ მიიღო კუკარაჩამ ორდენი? მიდი რა მოყევი რა. თან საწინააღმდეგო ხელში ჩავარდნა თურმე კუკარაჩა. დიდხანს უბუქსავია. ვერ ჩვენებისთვის მოუწვდენია ხმა და ვერც ამოსურა. დაზინებია მერე დაღლის თურმე და ხედავს რომ შუაღამისას ხედავს რომ მერე ჩაუბად ფინელებს კუკარაჩას ტანკი ტროსებით და გატრუნულა კუკარაჩა თავი მოუტარუნებია რის ვაივაგლახით ამოუყვანიათ ფინელებს კუკარაჩას ტანკი ხრილიდან და ჩოჩიალი წაუთრევია თავიანთ პოზიციისკენ და დაუქია თურმე თავის ტანკი ჩაუქია მესამე სიჩქარეში. მიუცია მაგარი გაზი შემოbrunებულა ჩვენ პოზიციისკენ ვიდრე ფინელები ასე მოუდნენ. სასტრიგი ხრიგინი მოუთავია ის ჩვენი პოზიციისა. ფინელებს რა მოუვიდა? მართლა ფინელებს ახლა მოუსტრია თავის ტანკებიდან ამოზრომა და გაქცევა, მაგრამ რას თავარია ის ორი ტანკი მიუთრევიათ, მაგრამ ამაზე ვოროშილოვისგან თურმე წითელი ორდენი მიუღია. დათა ვოროშილო შუტკია მალადეც კუკარაჩა ძალიან კაი ბიჭი ხარო. ქართული საიდან იციო კლემენტ ეფედრიზეო გადარეულა თურმე კუკარაჩა და ვოროშილოს უპასუხნია. იოსებ ვესარიონიშვა მასწავლა. ნახერად, ძალიან გადავიდეთ მეორე მართლა მისცა ოროშილოვმა ორდენი? აბარა. ნახე ბიჭო, კაცი ჩა. ბიჭო, არ დაიჭო. ბიჭო, ტივი ახალი. მომყევით ბიჭებო. ბიჭებო, მოდი და. გვიშველე კუკარაჩა, გვიშველე. რაგიშო შემამაძალო ვერ ხედავ თუ რა არის თვითონ მიშველი აქ. ფონი აქეთ. აბა გავედი. შკარა. აქეთ. გაიგე ახლა თუ შურაშვილი ვარ თუ ჩიბურდანი. რომელმა თქვი პირველად მტკვარზე წავიდეთო. გამოდი.
რას მირყავ რა შენი გაზრდილი კი არა ვარ. ჯერ არა, მაგრამ მალე გახდები. ვერი აღარ ყოფილით საბანაოდ არა? ეს პარი მოგინდათ? ხვალ შავი ზღვა, ზეგ დარდანელი, მაზეგ ბოსფორი, მერე ხმელთაშუა ზღვა, მერე აქ ემსრუტეს. გიბრალტარი. გიბრალტარიო, მერე ატლანტის ოკეანეო. სუეცის არხიდან შეიძლება ინდოეთის ოკეანეში გასვლა. მეწამული ზღვის გავლით. ხმა გაიკვინდა შემეხუთე კლასში ჩარჩენილო მაგელანო. ბიჭო, გაჭყლეტილი ბაყაყივით რომ გადმოგცვენია ეგ თვალები. ცურვა თუ არ იცოდი, რას მისდებდი ამ ბიჭებს? კარგი, მე დავიხჩობოდი და ჯანდაბას ჩემი თავი, მაგრამ შენ რომ დაგვრჩალიყავი? შენი საცოდო მშობლებისათვის რა გვეთქვა, ან მე ან ამ ბიჭებს? მოუსწრაფ აქედან. ამ წყალქვეშანოს მე მიტოვებთ? ახლავე წაიყვანე და მის მშობლებს შეაბარეთ, რომ ჩემით არ დამიხჩვია. მომწყდის თავიდან. შესწადი. ბიჭებო! არაფერი გეწყინოთ, ხომ იცით სამსახურია. თან ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. უბანში არ მოყვეთ კუკარაჩამ ცურვა არ იცისო. ინგა ხელშეუხებელი დედოფალი გახდა უბანში. ყველგან და ყველაფერში გრძნობდა იგი მურტალოს უჩინარ და ძლიერ ხელს. რაო დავით, რაზე მეძახდი? ბიჭო, რით ვერ ისწავლია? რაზე მეძახდი კი არა, ამ ხანაგო მაიორო თქვენის ბრძანების თანახმად უმცროსი ლეიტენანტი თუშურაშვილი გამოცხადდა თქო. გაიგე? სად მიდიხარ? ნება მომეც დამხანაგო მაიორო. ეს პატაკი ახლა ბებიაშენ აღათის მოახსენე. რა გინდა კაცო, სვევთასო ბატონოს და გენერალოს გეძახიდე, ერთიაზეც მაკასთან კაცურად აღარ დამალაპარაკე? სამსახურმა ძმაკაცობა არ იცის. ძმაკაცობა სახლში, ქუჩაში და რესტორანში. ისედაც აავს ეს კომისარიატი საჩივრებით. საბაშვილმა მილიცია ძმაკაცებით აავსო. აჰა, მოსიე. აღარ ვეწე. ოჰო. როდის აკეთ? გუშინ საკეთ. ჩავრდელი გიდა მოკვდე, ხო? ჰა? მაინც ვინ გიჩივის? ყველა ხერი და მამაძაღლი ვისაც არ ეზარება. კაცო, იმ შენ მომჩივანებს გადაეცი, თქვევი რიშულებო, მა მილიციაში უცხოსა და მტერს ხომ არ მოიყვან, თანაც იარაღსაც ხომ არ მივცემ თქო. ნეტა ისე, ჭკუ არ გაწუხებს და დარდი. აი, ქობულეთის აღმართის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადება. წადი ერთი და შეამოწმე. მანის გოგო დაიბარე და მოელაპარაკე. განცხადება. მოგახსენებთ, რომ ჩვენ სეზონში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა პაპიროსსაც. ინგა ლალიაშვილი. ღამის 2 და ხანდახან 4 საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწური სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან. ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია. ო,
რცხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები. რუში, კახპა, ნაბიჯვარი, ვირიშვილი. მოიცა, გეყოფა კაცო. გეყოფა. მან ბევრი ამეწერია. სიმღერები. პარახოდმა ბათუმისკენ გასწია სვოი ბიჭმა ჩემოდანი ასია, შევირიშულო სუდი არა დაგიშავეთ სუდი. კარგი, ერთი რა მოგივიდა. ეს გოგო, ჩვენ შემჩნეული გვყავს, იმ მურტალოსთან დადის. თუ პირიქით არ ვიცი როგორც არის. მურტალო კი შენც იცი ვინ არის, მაგრამ რო ვერ დავიჭირე საქმეზე, ვერ საიდან ვერ მიუდექი. ნება მომეცით ამ ხანაგო მაიორო წავიდე. წადი, შენც კაი მაიმუნი ხარ. უპროსო, სახლში არ არის, არა. ვა, სად არის? მე რა ვიცი, სად არის. ეგ ისეთი აჩაინი ვინმე ეგრე იოლად მილიციაში ვერ წაიყვან, ვერა, მაშ? ო. რა გაცინებს? თქვენ ინგა ხომ არ ბრძანდებით? დაუშვათ ინგა ვარ. დაუშვათ კი არა, ნამდვილად უხართ. დიახ, ინგა ვარ, შენ ვინ ახარ? მე ის კუკარაჩია ვარ, სამჯერ რომ დაგიბარეთ მილიციაში. რა გნებას კუკარაჩა? მაგას მილიციაში გეტყვით, ჩემო ინგა. შენ ჩემ მილიციაში მიყვანა ასე ადვილი გონია? ადვილი რომ გონებოდა, ამ აღმართს არ ამოასხდებოდა, მაგრამ მაინც მეგეყვართ. ძალით თუ წამათრევ არ ვიცი. თქვენ კი არა, ორი ტანკი მივათრიე ძალით ფინეთიდან შტაბში. მართლა? დიახ. როგორ? მაგას ხვალდილი 9 საათზე თუ მობრძანდები ჩემთან სამსახურში იქ მოგიყვებით. ჩემი ნამდვილი სახელი გოგი თუშურაშვილია. მართლა? მართლა. კუკარაჩა ჯობია. შობია და კუკარაჩა დამიძახეთ. იქნებ ჩემთან წამოსულიყავით და იქ თქვა თქვენი სათქმელი. დღეს დაღლილი იქნებით სამსახურიდან მობრძანდებით. თქვენთან სხვა დროს მოვა, ჯერ ჩემთან მობრძანდეთ. კეთილი. ქალიშვილო, იქ კარებში უწყება დახვდება, არ გეწყინოთ, არ ვიცოდი ქუჩაში თუ შემხდებოდი. რომ გამოიღეთ, ნუ წაიკითხა, დახიე და გადაარდით. კარგით ბატონო. ნახვამდის. ნახვამდის. რა შვებით? თავს იკლავთ. ტვინსაც იხმობთ. ფილტვებს ილტობთ. ვინ გასწავლათ? ვინ დაგუპათ? თავის მოგლა თუ გინდათ მითხარი და აქ არა ვარ? რაღაცნაირი სიკვდილით იკლავთ თავს. აჰა. ერთ წამში გათავდება ყველაფერი. რა ვქნა ახლა მე? დახოცო თუ თავი მოვიკლა? უხშენი.
რა მობუზული ზიხარ? მოხდა რამე? რატომ არ მეცევინეო? შენ გეკითხებიან, მოხდა რამე? გამარჯობა ქალბატონო ანიკო. გამარჯობა კუკარაჩა. შემოდი. სად მიდიხარ? დაჯექი. დაჯექ კუკარაჩა. მალთ. შენ ტყუილად არ მოხვიდოდი. რაშია საქმე? კვარი მოწამლა? ბანკი გატეხა. თუ კაცი მოგლა. ეს რა არის? ეს დიდი საბჭოთა ენციკლოპედია გახლავთ. Большая советская энциклопедия, том 8, страница 55. შემიძლია წავიკითხოთ. კი ბატონო, მაგრამ რას მოიკალი თავი მაგისტრებით? ენციკლოპედიის მეტი რა გვაქვს სახლში? მე ვეღარ მოვიფიქრე. მარტო მე გინდა წამიკითხო თუ ამასაც? არა, უფრო მაგას, მაგრამ თქვენს თუ დაგვესწრებით კარგი იქნება. კი ბატონო. აბაჰე. გაგვანათლე. Никотин. Алкалоид, содержащийся в листьях табака. По имени француза Жи Нико, который вез в 1560 году табак во Францию из Лиссабона. При курении табака никотин возгоняется, проникает с дымом в дыхательные пути и, всасываясь, оказывает на организм вредные действия. Никотин – один из самых ядовитых алкалоидов. Несколько капель никотина, сразу введенных человеку, могут вызвать смерть. Мере. რა მერე აქ ქალბატონო ანიკო პანაშვიდზე და ქელეხის ხარჯებზე არაფერი წერია. მაგას არ გეკითხები. შენ რა ქენი, შენ? ეს რომ ნახე. მე რა უნდა მექნავდე და თქვენთან მოვედი. აჰა. მარტო იყო თუ ვინმესთან ერთად? იმათთან უკვე ვიყავი და ხელწერილების დავაწერინე. რა ხელწერილები? აი. მე დუდუ დობორჯგინიძე პიონერულ სიტყვას ვიძლევი რომ არამც თუ მოვწევ პაპიროს შემს სიცოცხლეში, არამედ არც კი გავიხედავ პაპიროსისაკენ. დედას პიცა ვარ, მამას პიცა ვარ და ყველას პიცა ვარ. დუდუ დობორჯგინიძე. გასაგებია. ესე იგი ერთი ხელწერილი გაგლია ჩვენგან. და ბრძოლაც ნიკოტინის წინააღმდეგ დამთავრებულია. როგორ გაბედეშე საცაგელო. რა შვებით ქალბატონო ანიკო? თავი დამანებე. მე ვიცი რასაც ვაკეთებ. როგორ გეკადრებათ ქალბატონო ანიკო? ცემა რომ საქმე შველოდეს, იქ არ მყავდა? ვინ დამღუპა? თქვენ ქალბატონო ანიკო. დადგენილია რომ ყველაზე ხშირად პაპიროს იმ ოჯახის ბავშვები ეჩვევიან, რომელთა მშობლებიც ეწევიან პაპიროს. ესე იგი შენ ჩემს გამოსასწორებლად ხარ აქ მოსული. ხელწერილიც ხომ არ მოგართვა, რომ მე ანა ივანის ასული ბახტაძე ვიძლევი პიონერულ სიტყვას? ისე მელაპარაკებით ქალბატონო ანიკო, თითქოს მე ვიყო ამ ენციკლოპედიის დამწერი და თამბაქოს შემომთესლებელი. ჯაშუში ხარ შენ, კუკარაჩა. ნამდვილი შპიონი. მაბეზღარა და მეზიზღები. მეზიზღები. ჭირივით მეზიზღები. ბორჩალოს ფილიპე მახარაძის სახელობის კოლმეურნეობას ხილბოსტნეულის ფარდული ჩვენს ქუჩაზე ედგა. შიგ აზერბაიჯანელი ალი და მისი თანაშემწე მარატიკა მუშაობდნენ. დილიდან საღამომდე ვიდექი და მივშტერებოდი იმ ჩემი ცოდვით სავსე ალის შავტარიან ოსმალურ ბებუts, რომლითაც იგი საზამთროზე რაზრეს აკეთებდა. არ არსებობდა ჩემთვის დედამიწაზე ნივთი უფრო სანატრელი და უფრო ლამაზი, ვიდრე ეს შავტარიანი ბებუთი. ეს იყო ჩემი ნატვრისა და ოცნების დასაწყისიცა და დასასრულიც.
ამას გამარჯობა. როგორ ახლა? სად არიან შენი ძმა ბიჭები? ზოგი ქობულეთში, ზოგი კი აგარაკზე. შენ აქ რას აკეთებ? მამას ველოდებ. ხვალზე ეგ ჩამოვა და მე და დედას ქობულეთში წაგუყვანს. მაგას არ იკითხები. აქ რას აკეთებ? საწყისოთ რა გაქვს დაგაგმილი მე? დღეისთვის ჯერ არაფერი. არ შევიდეთ? მოდი გინდა რამე ვითამაშოთ. რა ვითამაშო? დანობანა ხომ არ გვითამაში? რა? დანობანა. რა გინდა კუკარაჩა, რა გრასმერჩი, ჩემგან რა გინდა ვა? რა გინდა? არაფერი ბიჭო, კარგის მეტი რა უნდა მინდოდეს. მეგობრობა მინდა შენთან მეტი არაფერი. წამო ვითამაშოთ. ოღონდ ეგ ბებუთი მომაწოდე. რომელი ბებუთი? აი ეს ღობის ძირას რომ არხია. შენ ჯერია, მიდი ესროლე. შენ აყოფილ ხარ რა? აბეს ვესროლე. მიდი. კუკარაჩა. უიმე ღმერთო კი მომკალი. რატომ არ დამევსება თვალები? იმის მაგივრად თქვას სასწავლიდეს. დგახა რამოდენა ვირი და დანიშნია სასწავლი დიდისტოლა ბავშვს. ვაი, მე ხიკი დავაყარე შენსა და შენს მილიციაში. შენ მარტა კუკარაჩა. შენ ჯოჯოხეთის მაშხალა. არ ცხენია კუკარაჩა. რა უნდა ისწავლო შენგან ბავშვმა, ა? ო, კარგი, დედა მარტა, რეები ამოდის პირიდან. შენ სასწრაფო შაქარი არ გიჭამია? არ ცხენია ბიჭო. ვაი, შენ რა გითხრა შენ? ეხლა მე და შენ წავიდე და ეგ ბებუთი ალის მიუტანეთ. მე ვერ წამოვალ, მცხენია. მგეშინე წამოდი და ალის მე დაველაპარაკები. შენი ქოროქო ბოიოღლი, შენი დედა ატირო შე მამაზაღლო დანა ვიზაიღო. ვიზაიღო დანა მოდი აქ შე მამაზაღლო. მოდი უნდა მოკლა და დანა. ვიზაიღო დანა მითხარი და გახსოვ. აი საზამთრო თავში დაგარტყა. ალი მომისინე. მოხედე ჩქარა მოხედე. გუგარაჩა, შენი ჯირიმე მიშელე. ეს ნებითი სადაც აგებანა გუგარაჩა, შენი ჯირიმე მიშელე. დილადია დანის დაგაკვა იქნება. აი ხლა მე საზამთრო ნარაზდეს როგორ გავჭრა. მოდი საზამთრო დაგმარხო. შენი დედა ატიროს მოდი აქ. დაანებე თავი. ჩემდანა? შეშაინა ჩემდანა გუგარაჩა. ვაი მილიცია კერა ბაჟაღლო ოღროღარ გენაცალი გუგარაჩა. დიდი მადლობა. ეს მეფერები ამან მაპონიმ. ამან? თამაზი. აი მითხარი ვინ მოიპარა? აი ბებუდიც უყურები დააჯროს, მითხარი ვინ მოიპარა? მე არაფერი კუკარაჩამ წაართვა. ხო მაგის დედა ატიროს. შენ წამოჩემთან საზამთრო უნდა მოგცე. მოდი აქა. აი ესა, გამომართვი. ეხლაც ესა. აჰა გენაცვალე გამომართვი. რა უნდა უთხრა ძიეს? ძიალი, ორი საზამთრო, რა თვინდა, ერთი ნესვი მომეც. შევიღაცა ხარ დიდი ყურმორსახო ვინმე ხარ. ხო იცი შენა. ახე, ერთი ნესვიო. აჰა, გენაცვალე. მაიმუნო შენა. ციგანო შენა. ეს რო დედას მიუტანო მომკლავს. მგეშინე წამოდი. კუკარაჩა, თუ ყველაფერი ეს ჩემმა შვილმა მოიპარა, აქვე მოვიკლავ თავს. არა, რას დანეთ ხალბატონო ანიკო, ეს ალი მე მომართვა, მე კი თქვენ. რადგანაც ასეთი საჩუქრით მოხვედი კუკარაჩა, მაშინ სადილზეც უნდა გვეწვიო. არ მოგწამბოს ბიჭო ამ კიტრივით საზამთრო. რას იზამ კუკარაჩა? ნაჩუქარცხენს კვილი არ გაესინჯება. რა ვიცი ხალბატონო ანიკო, ალიმ შემოგვაპარა. ეგ არაფერი. ერთი ეს მითხარი კუკარაჩა. ოღონდ არ გეწყინოს. მადლობთ.
შენ მარტო ჩემს თამას დასდევ კუთხში და მარტო ჩვენთან მოდიხარ თუ ყველგან. არა ხალბატონო მე არც მარტო თქვენს თამას დავზევ და არც მარტო თქვენთან მოვდივარ. მეუბნის ინსპექტორი ვარ და ყველგან მიწევ სიარული. ერთი კია. თქვენთან რომ მოვდივარ, რაღაცნაირად სხვანაირად გრძნობ თავს. ღელავ როგორც გამოსცი, თუ რაღაც უბედურება მემართება. სხვაგან სულ ბატონო გოგის მეძახიან, მოგბრძანდით ბატონო გოგი, დაბრძანდით ბატონო გოგი, ჩვენი ბავშვების სულიერი მწყემსი ბატონი გოგი მოგბრძანდა. თქვენ რაღაცნაირად ხვდებით, მეჩხუბებით, მეკამათებით, შენობით მელაპარაკებით, კუკარაჩას მეძახით. აგი შენ თვითონ თხოვე კუკარაჩა დამიძახეო. საქმეც მაგაშია, განასხვავებს არ თხოვე. თუმცა წყვილს ვამბობ, არავისთვისაც არ მეთხოვე. მოკლედ ხალბატონო ვერც ვამბობ და ვერც ვერასოდეს აგიხსნით ალბათ. თქვენთან რომ მოვდივარ, ასე მგონია. თითქოს ოდესღაც უკვე ვცხოვრობდი ამ სახლში. თამაზივით. მე უსაქციელებისთვის დამსაჯეს და გამაგდეს. ახლა ისევ დავბრუნდი საკუთარ სახლში. ცოტა მონანიებული. მაინც რა გევალება კუკარაჩა შენ მილიციაში? მე ყველაფერი მევალება ქურდებისა და ბანდიტების დევნა. ოჰოჰო, რაღაც არ გამიგია კუკარაჩამ ბანდიტი დაიჭირაო. კუკარაჩა შიშით რომელი ბანდიტი გაივლის ხალბატონო ვაგიში? კიდევ რა გევალება? კიდევ მოზარდის იდეური აღზრდა, ის რომ სწორად წარმართო მოზარდის სულიერი ცხოვრება. რა იცი ბიჭო შენ რა არის სულიერი ცხოვრება? სულიერი აღზრდა. ან სული საერთოდ. როგორ არ ვიცი ხალბატონო ანიკო. სულია. სულიერი აღზრდა კი კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა. კიდევ ყველაფერი ამის სიყვარული და საერთოდ სიყვარული. გაგვაწამა ამ შუქმა აგერ მესამე დღეა. ჩემო კუკარაჩა. თანამდებობით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყდეული ადამიანის ფიქრი და უცნება მგონია. რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება. თავისუფლებისაგან მარადიulis სწრაფ და ლტოლვა ახასიათებს. მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან. უფრო ხშირად კი იგი თვითონ ინთავისუფლებს თავს. და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ლიტერატურაში. ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა. ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის. კარგია კუკარაჩა თუ ყველაფერი ეგ შენ გაბარია მილიციაში. სადაც ეკითხეთ ასეთი რომ ხალბატონო ანიკო. არ ვიცი. არ მახსოვს. მე მგონი არსად უბრალოდ ასე ვფიქრობ. სიყვარული ცლუში შედის ხალბატონო ანიკო. ალბათ. ყოველ შემთხვევაში თუ
თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის. სიყვარულის ნიჭია. ცოდუა ის კაცი, რომელიც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. მე ბავშვები მიყვარს ძალიან. ბედნიერი კაცი ხარ. თქვენ? მე დედა ვარ და ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ძალიან ძნელი კი აქ ალბათონო მანიკო. აი თქვენ რომ წანეთ კუჩი დაძდევ ჩემ თამას. ასე მეხდება ხშირად ბავშვების ჯაშუშივით კუჩიდებნა, რამე არ დააშავონ, არ იჩხუბონ, არ მოიპარონ. ასეთ ბავშვებს შეიძლება ვეზიძღები კიდევაც. მაგრამ რა ვქნა? ყველაფერს მათი სიყვარულით ვაკეთებ. ჩემო გუგარაჩა. სხვისი კი არა საკუთარი შვილის აღზრდა უჭირს კაცს. მე ინგა ამირანის ასული ლალიაშვილი დავიბადე 1920 წელს 19 აპრილს ქალაქ თბილისში. მამა ამირან დავითის ძე ლალიაშვილი გარდამეცვალა 1926 წელს გულის მანქით. დედა ანასტასია სანდროს ასული ხმალაძე ლალიაშვილისა გარდამეცვალა 1927 წელს ტუბერკულოზით. ამის შემდეგ ვიზრდებოდი ზემო ავჭალის უპატრონო ბავშვთა სახლში. აქვე დაამთავრე 7 წლები. 1936 წელს წარჩინები დავამთავრე საპროვიზორო სასწავლებელი. ვარ უპარტიო, გაუთხოვარი. მუშაობ 121 აფთიაქში წამლების გამცემად. ამჟამად ცხოვრობ ქალაქ თბილისში ქობულეთის აღმართი ნომერი 117. ინგა ლალიაშვილი. 1940 წელი, 27 სექტემბერი, ქალაქი თბილისი. გამარჯობა გუგარაჩა. გამარჯობა ინგა. მართალი გითხრათ აღარ გელოდით. რაგაცინებთ? ის მაცინებს რომ უკვე 9 საათის მოსული ვარ. მე რატომ არ შემოდით? ქალებს ასეთი წესი გვაქვს. პაიმანზე ადრე მივალთ ხოლმე და დავიმალებით. მერე ვარს მოთმინების ზაფი რომ გაუწნე და უცებ გამოვჩდებით ხოლმე და მეც გამოვჩდი. ეს ყველაფერი სწორი და ლამაზია, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება. რაზე მიბარებდი? საიდან დავიწყო? ორი ტანგიდან თუ? შენი ორი ტანგის ამბავი მთელმა თბილისმა იცის, საქმიდან დაიწყე. მაგის დახევა არ შეიძლება. უკაცრავად. ქალამიშვილის დაწერილია. ჯერით ამ განცხადებას ძალიან ბევრი ხალხი აწერს ხელს. მეორე, რატომ გონია რომ იგი მარტო ქალამიშვილის მიერ არის დაწერილი? ქალამიშვილი დაბერდა ძველი კახპაა და შურს ახლა ჩემი. შენ რა გაქვს შესაშვარი ერთი ქურდი ნაძირალ და ყომარბაზი ყვარობს. იმ კაცს როგორიც არ უნდა იყოს ვუყვარვარ. ქალამიშვილი კი მარტოა. არც მტერი ყავს და არც მოყვარე. მარტოა უდესღაც ულამაზეს ქალი და ამიტომაც შურს ჩემი. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. იმიტომ რომ მამაკაცი ხარ გოგარაჩა. რაც მაგ განცხადებაში ცუდი სიტყვები და სიმღერები ან ახსენები სულ მაგის ბინდანა მაგაგონილი. ეგ მაგის ბინაში იკრიბებოდა ქურდები და ყომარბაზები. მუტელოს ჩემთან არავინ არ მოუყვანია. არც მთვრალი მოსულა ოდესმე, იმიტომ რომ ვუყვარვარ და არ მკადრებს ამას. როდის არის ხოლმე სახლში? იგი არასოდეს არ იბარებს, როდის მოვა. ყაჩაღივით არა? მუტელოზე ვერავინ იტყვის თბილისში რამე მომპარა ან წამართვაო. ვიცი. ჩვენს კარტოტეკაში წერია შენს ანგელოზე. რომ იგი ძალიან სასში რეციდივისტია, საქართველოში არ ქურდებს. არის 4-ჯერ ნასამართლევი, აქედან 2-ჯერ მკვლელობისათვის დარდახრიტეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასავით ნაძირალები დახოცა. აი ვინ არის შენი საყვარელი? მიმიფურთხებია თქვენი კარტოტეკისთვის. შენ შეგიძლია ქალს ყოველდღე ერთი კალათა წითელი ვარდი მიართვა. რატომაც არა?
ჩვენს უმასულაც ვარდისუბანი არ აქვია. ზამთარში? ზამთარში ცოტა გამიჭირდება. შენ შეგიძლია ყოველთვე 1000 მანეთი მიუტანო ქალს. 1000 მანეთს როგორ მიუტა, როცა ხელფასი 800 მანეთი მაქვს. არ შეგიძლია, მურდაოს კი შეუძლია. შენ შეგიძლია ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მიულოცო ქალს, სადაც არ უნდა იყოს და რა დროც არ უნდა იყოს. არ შეგიძლია, მურტალოს კი შეუძლია. რატომ? იმიტომ რომ მურტალოს არავისი არ ეშინია დედამიწის ორგზე. არჩენი და არჩენი მილიციის. შენ კი გეშინია მურტალოსი. კუკარაჩის შემშინებელი კაცი ჯერ არ დაბადებულა. მართლა? მართლა. ეხლა რა გინდა, რაზე დამიბარე? არაფერი, ხელწერილი უნდა დამიდო, რომ განცხადებაში აღნიშნული ფაქტები არ განმეორდება. რაც არ ყოფილა, იმაზე ხელწერილი როგორ დაგიდო? მაშინ ის დაწერე, რომ განცხადებაში აღნიშნული ფაქტები ტყუილია და ცილისწამი. ინგა თუ არ გეწყინება ერთი რამე დაგითხრა. მართლა გიყვარს ის ბინძური კაცი თუ გეშინია მისი? შენ თუ იცი რას ნიშნავს სიყვარული? ვიცი. აბა მითხარი. ყველაზე დიდი ნიჭი რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. ვინ გასწავლა შენი კუკარაჩი? ქალბატონმა ანიკო. ვინ არის ქალბატონი ანიკო? არის. და შენ განგიცდია ეგ ნიჭი? ჯერ არა. შენ? Народному комиссару внутренних дел Грузинской ССР. Прошу довести до сведения всех органов милиции республики. В ночь с 8 на 9 марта в городе Таганроге ограблен ювелирный магазин. Похищены драгоценности стоимостью 456 325 рублей 40 копеек. Установлено, один из скрывшихся участников грабежа – грузин по кличке Муртало. Фамилия неизвестна. Объявлен всесоюзный розыск. Особых примет не имеет. Начальник уголовного розыска Наркомата внутренних дел СССР. Абабичево. ყურადღები და ფრთხილად იყავით. ის დღეს თუ ხვალ გამოჩნდება ქალაქში. არ გაინძრე მურტალო. მაგრად მოუჭირე მაგ ბოთლს და ცოტათი მაღლასია. შეგიძლია დაასხა.
შეიძლება დავჯდე. რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენ ხანს მოგიწევს ჯდომა, რომ შენს ადგილზე მე ფეხზე დგომას ვირჩევდი. ხუმრობ. კარგია, როცა მილიციელი ხუმრობს. მე კუკარაჩა ვარ. გიცნობ, არ გინდა მურტალო. პაპიროსი მინდა. პაპიროსი შეიძლება. რატომ ფანჯრიდან არ შემოხვედი? იმიტომ რომ კარიდან არ გასულიყავი. საიდან იცი რომ კარები ღია იყო? მეთოდები დაგიწოლდა მურტალო. ახლა მაგას არავინ არ ჭამს. კარგად ისვრი ნაგანს. დანასაც 5-დან 2 სხრიანში ვასობ 3 საათიანში. ნაგანიდან 5 საათიანში 2 სხრიანში. მანძილი ხომ არ გაინტერესებს. რა გინდა კუკარაჩა, რაზე მოხვედი? ხომ იცი მე საქართველოში არ მუშაობ. ადგილობრივ ხელისუფლებას არ ვაწუხებ. ტურისტარებისათვის როქს ნუ ამკიდებ. არ მეკადრება მე მურტალო სიარაღზე ჯდომა. არ გემუქრები, მაგრამ ხომ იცი, ციხეს 2 კარები აქვს. ერთი შესასვლელი, მეორე გამოსასვლელი. რისი სადგურზე დავლიოთ? მილიციის. გაუმარჯოს მილიციას. მას ტურისტარებისათვის ნუ გაგაფუჭება რა? ჩემამზემ კუკარაჩა, არ აღირს მურტალოს ტურის გულისთვის გაფუჭება. ქალბატონო ინგა. უკაცრავად კი ვარ, მაგრამ თუ შეიძლება მოიხსენით ეგ ბრილიანტის საყურეები, ბრილიანტის ბეჭედი და მაგიტაზე დააწყვეთ. კუკარაჩა ასე ძვირია ეგ დამპალი საქმე. ქალს თავი დაანებე და მაყოთ წაიღე. ტაგანროგის საიველი რომ მაღაზიიდან წამოღებული დანარჩენი ნივთები სად გაქვს მურტალო? გამყიდე არანაბოსარო. როგორ ვერ მოასწარე? მართლა დამპალი ყოფილხარ მურტალო. შენი ნათლი არ შემცდარა. ეგრე ადგილად ვერ გამოხვალ ამ საქმიდან კუკარაჩა. შენი გადახსნილი ვენები და სისხლი თუ არ დავლია, მე მურტალო არ ვიყო. ჯერ ჩემი რიგია. კუკარაჩა. არ დამღუპე კუკარაჩა. არ წაიყვანოთ რომ მე რომელი ქურდი დამიჯერებს რომ მე არ გავყიდე და დავასმინე მილიციაში. არ დამღუპე კუკარაჩა. აი და ჩოქილი გემუდარები და ხელებს გიკოცნი. არ დამღუპე კუკარაჩა. არ დამღუპე კუკარაჩა. გაუშვი თუ ვაშკაცი ხარ თუ რომ იცოდე ერთ ღამეს ყალ გამოღადროს ვნახავ ამ აღმართს. საცნარდი ქალბა ნადირალად გულისთვის როგორი მშვენია. წადეკი ახლა. არა კუკარაჩა. მე შენ ვეღარ მიშველი. გაუშვი. გაუშვი თუ ვაშკაცი ხარ. დედას გაფიცებ კუკარაჩა. გაუშვი კუკარაჩა. რას მეუნები ქალო, მე სახელმწიფო დავალებას ვასრულებ. შენ კითხვის ყაჩაღი გაუშვა. თავს მოვიკლავ. თავს მოვიკლავ კუკარაჩა. წადი. წადი. ფანჯრიდან. ადექი. რა გიშვილება ახლა შენ? რამე მეშველება.
შენ რა მურტალო შენი ვაკელი ლაწირაკები ხომ არ გეკონა კაცზე საკავშირო ძებნაა გამოცხადებული ეს კრეტინი შერლოკ ჰომსი მიდის და ოპერაციას მარტო ატარებს მაინც რა დაარქვი ოპერაციას ვაკელი კუკარაჩა თუ ინგა და კუკარაჩა ტრიბუნალს გადაგცემ როგორ გაბედეთ არ შემატყობინე საიდან უნდა მწოდნოდა დაბადების დღეზე მივედი ქალთან და შემთხვევით უცხო კაცი დამხვდა. რის უცხო რა უცხო კაცი? შვაღამისას იმ კახბასთან რა გინდოდა? როცა მოიცალე მაშინ მივედი. რა შენი მეგობარი და დეგდაშვილი ეგ იყო, ა? თუ გაგიშდი და სიყვარულობანას თამაში დამიწყე უბნის კახბასთან. ეგ ჩემი მოვალეობა. რაო? ჩემი მოვალეობა მორალური ზეგავლენა მოახდინო. გაჩერდი კუკარაჩა, თორემ არ ვიცი რას გიზამ. შენ მილიციაში რა გინდოდა? ტვინი უკუღმა გიდევს თავში. შენ ერთი დიდი საბავშვო ბაღის გამგე უნდა ყოფილიყავი. კაცო, აგი გითხარი, შემთხვევით გადავეყარე და გამექცა მეთქი. ორი გასროლა რა იყო? ორი გასროლა. გამექცა და ავაცილე. 1 საათის შემდეგ? კაცო, კაცი არ გაგცემია, ღმერთი არ გწამს. რაც გინდა დაარქვი. თხოვნა, მუდარა, განცხადება. ოღონდ ჩამიწერე, რომ მიდიხარ და მილიციაში მუშაობა აღარ გინდა. შენი თხოვნით მიდიხარ. მითხარი კუკარაჩა რა ხდება, ა? შენ იცი დავით. მე არც განცხადების დაწერისა მეშინია და არც მილიციიდან წასვლისა. მე უფრო ერთი რამ აწუხებს. შენ არ დაკარგო და რაც მთავარია საკუთარი თავისადმი პატივისცემა არ დამეკარგოს. ამიტომ გთხოვ, ნუ გამაგდებ. ცოტა მადროვე. და მე თვითონ გამოვასწორებ ჩემ შეცდომას. მოვკვდები და გამოვასწორებ. გაბო მოდი ერთი თუ კაცი ხარ. რას მიპირე? ცოტას გაგაგრილე. რამდენი ხნით? ვიდრე ჭკუას არის სავლი. სამუდამო პატიმრობას მიში. ისე ვიდრე გაბო მოვიდოდოს გეტყვი. პირადად მე ინგას ამ ქვეყნისაგან შემოbrunება უფრო დიდ საქმეს მემაჩნია ვიდრე იმ შენი დამპალი მურტალოს დაჭერა. რაო? ესე იგი გაუშვი. თავიდან დაიწყე, აგი გითხარი გამექცა მეთქი. გამარჯობა სამხანაგო მაიორო. გაგიმარჯოს. ახარი ამას იარაღი და კარცერში ჩასვი. ჰა? კარცერში ჩასვი. კარცერი? დაკავებული სამხანაგო მაიორო. მიზიშიკ. აპ. რომელი აპო? თაცმინდა ლიქურდი აპო. არავითარი აპო გაუშვი და ეს ჩასვი. აპოს რა უყო? რაც გინდა ის უყო გაუშვი. როგორ? რა დააშავა? პერაზე? მე ვფედა სცემა. ზედმეტი უანგარიშა, მაგრამ ახლა ამისათვის გაუშვი. სა? შენ ყრუ ხო არა ხარ ამხანაგო კაპიტანო? გაუშვი აპო სახლში და იმის მაგივრად კარცერში ჩასვი გიორგი თუშურაშვილი. კუკარაჩა. გაიგე? არის სამხან. და შევიჯი ასეთ. ჰე? რა ვიცი. იმ დღიდან კუკარაჩას ცხოვრებაში რაღაც მოხდა. ზოგი ამბობდა კუკარაჩას ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდაო. ზოგი ამბობდა პირიქით წაღმა დატრიალდაო. ზოგი ამბობდა კუკარაჩაში ანგელოზი ჩასახლდაო. ზოგი ამბობდა პირიქით სატანა. ერთი სიტყვით ზემერიდან ვიდრე სასაფლაომდე და ვერიდან ვიდრე მთაწმინდამდე ხალხს სხვა სალაპარაკო და საჭორაო არ ჰქონდა. გუშინ კუკარაჩა აფთიაქში უნახავდა. რაღაც ქობულეთის აღმართზე მოუხშირა კუკარაჩამ სიარულს. ეს ინგა ისე ინაზება თითქოს მურტალოს საყვარელი მე ვიყავ. მალე ვნახავთ მაგათ ნაწლავებს ერთმანეთზე გადასკნელს მურტალოს ხელიდან. ძველებურად ვეღარაცვია ინგას, მაგრამ რაღაც ბედნიერ ღიმილიანი დადის. ეგ თავისას მაინც არ მოიშლის. ერთი კვირა კუკარაჩა დილის 6 საათზე მაგის სახლიდან გამოდის. ხელი ხომ არ მოაწევეს? ხელი არა. ასე იყო თუ ისე, ინგასა და კუკარაჩას სახელები შედუღავდა.
დედას გაფიცებ არ მოგდე კუკარაჩა. ხო? დედას გაფიცებ კუკარაჩა. დავით. შენ ხომ იცი დავით? ეს ქარი ცოლია ჩემი. ცრემლივი წმინდა. ვიცი კუკარაჩა, ვიცი. ინგა. ვარდისფერი ნისლი მოვიდა და ვეღარ გხედა. მოუყევით სასამართლოს რა იცით არსებული საქმის შესახებ? კუკარაჩა შუა დღეზე მოვიდა სახლში. გიორგი არა? მე სადაც დამჭირდება კუკარაჩას ვიტყვი. თქვენ გიორგი გულისხმეთ. კეთილი. ერთი ეს მიბრძანეთ, რატომ მაინც და მაინც თქვენთან მოვიდა კუკარაჩა? კუკარაჩა ქმარი იყო ჩემი. ბრალდებული რაღა იყო თქვენი? მურტალო? შალვა ფრიდონიძე ხიზანიშვილი. ასეთ კაც მე არ ვიცნობ. იგი თქვენს ხელმარჯვნივზის ბრალდებულის სკამზე. მაგარა კაც მურტალო ქვია. მაინც ვინ არის იგი თქვენი? იგი საყვარელი იყო ჩემი, ვიდრე კუკარაჩას გავიცნობდი. რამდენადაც სასამართლოსთვის ცნობილია, თქვენ არც თუშურაშვილთან ყოფილხართ რეგისტრირებული როგორც მეუღლე. კუკარაჩა ქმარი იყო ჩემი. ესე იგი თქვენ უპირატესობას მაინც კუკარაჩას ანიჭებთ. ბატონო მოსამართლე, თქვენ რა უფრო გაინტერესებთ? როგორ მოკლა ამ პირუტყმა კუკარაჩა თუ ჩემი არჩევანი? დაზარალებულის მკვლელობის მოტივი მოწმე ლალიაშვილო. კუკარაჩა დაზარალებული არ არის. კუკარაჩა მკვდარია. რისთვის მოხვედი მურტალო? ამას მე მეკითხები? მე და ინგას ერთმანეთი გიყვარს. მართლა? ძალიან გიყვართ? მურტალო, დადა იარაღი და წადი. მარტო ჩემი თუ შენიც? ორთავე. ორკილები თუ გაქვს თან მომეცი. ბარემ იმათაც დავიდებ და მილიციაში წამოყვები. შენ რომ ჭკუა კონდეს ასეც მოიქცევი. კუკარაჩა გესური. ვერ მესრი მურტალო. შენ რომ მე მომკლა დაგხრედე. არა კუკარაჩა. ის სისხლის სამართლის კოდექსი შენ რომ გონია რომ მარტო შენიცი. მეც ალილუიასავით სულ გაზეპირებული მაქვს. მე დღეს შენ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლავ და ბევრი 5 ან 8 წელი მომცე. სულ ეგ ახარ, შენი ნაბოზარი სული მეტი არ აღირს. მეც მომკალი. გთხოვინე. არა გენაცვალე. შენთვის სიკვდილი ახლა ბაირამობა. ამისთვის კი წამება. შენ დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლო ვიდრე არ დალტები. ახია ჩემზე. ახია. ჩვენ საქმეში შე რომ იაღლიში მოგივიდა ეგეთი იაღლიში არ მოდის. და იცი რატო მოგივიდა ეგ იაღლიში? იმიტომ რომ პროფესიონალი არ ახარ. ჰარიფი ხარ და კახპამ დაგაბა. რატომ თქვა კუკარაჩამ ახია ჩემზეო და რა იაღლიზე ელაპარაკებოდა ბრალდებული? საქმე იმაშია ბატონო მოსამართლე, რომ ამ ერთი წლის წინათ კუკარაჩამ ეს მათხოვარი ჩემ სახლში დაიჭირა და ჩემი თხოვნით გაუშვა. როგორ? თქვენ არ იცნობდით კუკარაჩას, ბატონო მოსამართლე. არ იცნობდით კუკარაჩას. თუ გახსოვს კუკარაჩა მე გაგაფრთხილე. ჩემი ჯერიც მოვამეთქი. და აჰა, დადგა. არ მომკვლა მურტალო.
მერე? მერე? მერე რა მოგივიდა დედიკო? დღეს ინგა დაკითხეს. რაო იმ საწოდა? 7 ტყვია ესროლა მურტალოს. როგორ? ამოიღო ნაგანი და ესროლა. 7 ტყვია სასამართლო დარბაზში? სასამართლო დარბაზში. 7 ტყვია. და შენ ყველაფერ ამას უყურებდი. მერე 7-ვე აცილო. 7-ვე? 7. წარმოუდგენელია. ეს ამბავი 1941 წლის 21 ივნისს მოხდა. მეორე დღეს ინგა და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა, რადგან 22-ში დილით ხალხმა თავზარდამცემი ამბავი გაიგო. ფაშისტური გერმანია თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. მხოლოდ ერთხელ გაიხსენეს ინგა და კუკარაჩა, როდესაც 1943 წელს ფრონტიდან ინგას დაღუპვის ცნობა მოვიდა კომისარიატში. თუმცა არაერთხელ მეც გამახსენდა კუკარაჩა. ოღონდ კი არ გამახსენდა. მძიმე ავადმყოფობის დროს დამესიზმრა. გასაოცარი ის გახდა ამ სიზმარში, რომ კუკარაჩა კვლავ 22 წლისა იყო. მე 50-ს გადაცილებული. ის კი კვლავ მარიგებდა და ჭკუას მასწავლებდა.